ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ცნობილი მწერალის ოტია იოსელიანის სახელობის ხეივანი და ბიუსტი გაიხსნა. მწერალი, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უამრავ ქვეყანაში ცნობილი იყო როგორც ნიჭიერი, საინტერესო და აქტუალური მწერალ პროზაიკოსის სახელით, დღეს 86 წლის გახდებოდა. ოტია იოსელიანის რომანები რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი. მწერალი კლასიკად აღიარებული ნაშრომების გარდა სიმართლის პირში თქმითა და გამორჩეული იუმორითაც იყო ცნობილი. ქართველებისათვის ძვირფასი და საყვარელი მწერლის ხსოვნის უკდავსაყოფად ქუთაის კიდევ ერთი მისი სახელობის ხეივანი შეემატა. 16 ივნისია ოტია იოსელიანის დაბადების დღე. დღეს ოტია იოსელიანის ბიუსტს ვხსნით. ინიციატივა რა თქმა უნდა ჩვენი არის, ჩემი სამსახურის და ჩვენი პარკის. ეს არის შემეცნებითი პარკი, ეს არის ყოფილი პიონერთა პარკი, ანუ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი და გაამართლა იმან, როცა რეზოს ბიუსტი და მის ხეივანი გავხსენით, სკოლები მოდიან, მოსწავლეები იქ სურათებს იღებენ და იქვე ატარებენ გაკვეთილსაც. ეხლა იქნება ოტიაზე ესეთი მდგომარეობა, 32 ენაზე არის მსოფლიოს ნათარგმნი მისი დაჩიცხაფრები და უამრავ თეატრში არის მისი სპექტაკლები დადგმული. ამიტომ ოტია იოსელიანი იმსახურებდა ამას, დღეს მისი დაბადების დღე გილოცავთ ყველას თქვენ და მე ჩემ თავსაც ულოცავ, რომ ესეთი რაღაცა გავაკეთეთ. მე მინდა მიულოცო სრულიად ქუთაისის სახელით მთელ საქართველოს ოტია იოსელიანის დაბადების დღე. ნამდვილად გამორჩეული საზოგადო მოღვაწე იყო, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე პერიოდში საქართველოში და მისი ღვაწლი, მისი ასე რომ ვთქვათ, იუმორნარევის სიმართლე ეს არის სამაგალითო და ნამდვილად უნდა დააფასოს ყველა თაობებმა. მწერლის ბიუსტი ქუთაისის ვიცემერმა და ოტია იოსელიანის მოსახელე მოგვარე შვილიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად ოტია იოსელიანის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. დაცი იოსელიანის ინტერვიუმ, რომელიც მამას ოტია იოსელიანს საუბრის სტილითა და პირდაპირობით ძალიან გავს, ცნობილი მწერალი კიდევ ერთხელ გაუცოცხლა ქართველ მსმენელს. ძალიან განიცდიან ოტია იოსელიანის არ ყოფნას და გავხდი იძულებული რაღაცეებით, ახლა მით უმეტეს ახლა მე მის სახლში ვცხოვრობ და იქ როცა მოდის ახლა ადამიანი ძალიან სიამოვნებს, აშკარად ვამჩნევ, რომ სიამოვნებს აი მისი სტილით საუბრისა. მადლობა ღმერთს, რომ საერთოდ ოტია იოსელიანი მოულინა ქვეყანას, თუ მართლა ეგოდენ ფასობს ახლა ოტია იოსელიანი ამ ქვეყნისათვის ღვთისწყალობა არის. მადლობა უთხრათ ღმერთს.